Virpaso მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ეკა გიგაური. გამარჯობა ეკა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებიდან იშვიათად არიან ხოლმე ჩემთან გადაცემაში სტუმრად, არ ვიცი. შეიძლება უფრო რაღაცა ცოტა სხვა სფეროა, ხო რეალურად? შეიძლება, არ ვიცი. ვირთვით ჩვენი გამაგრდებელი სასმელი. მადლობა. რაღაც საინტერესო თემები, ეხლა ბევრი თემა მაქვს თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც პირველი დავიწყოთ ამ ჩაკეტვებით და იზოლაციით რა. ანუ როგორ ატარებ დროს თვითონ ამ თვით იზოლაციაში. ჩემთვის ძალიან რთულია, იმიტომ რომ სადღაც 20 წელია არ ყოფილა ისე რომ დილით ადრე ორშაბათს ვიღვიძებ და არსად არ მივდივარ. არ მეჩქარება, გესმის? ანუ რაღაც მინდა რომ მეჩქარებოდეს, მაგრამ ვერ ვახერხებ. ხო, არ მიდიხარ არსად, კი. და ვცდილობ ახლა რაღაც სახლში მოქცევის წესები ვისწავლო. რაც აქამდე არ ვიცოდი, იმიტომ რომ სახლში მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი აქამდე და ახლა საჭმლის გაკეთება ვისწავლე რაღაცეები და ძალიან დიდი აღმოჩენები მაქვს. რა აღმოჩენა? ანუ ეს აღმოჩენები არის ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, ესე იგი, კაცობრიობა წინ წავიდა და იმდენი ტექნიკა გამოიგონა სამზარეულოსი. ანუ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ესეთი რაღაც შესაძლებელი იყო. ანუ აი რაღაცას თავისით აკეთებს ეს ყველაფერი. ხო და ძალიან მაგალითად ჩოპერი წარმოუდგენელი რაღაცაა ხალხო. ანუ ესეთი რაღაც მე არ მინახავს, ყველაფერს აკეთებს, გესმის? და სწრაფად და ის რაღაცა უცბად რო გინდა საჭმლის გაკეთება, სწრაფად დაგიჭრის. ხო, ეს ჩაყრი რაღაცა. მე ახლა რაღაცა ის 20 წლის წინ ბოლოს რაც მახსენდება, ის იყო რომ რაღაცნაირად ესე ვატარებდით ხორცს, ხო და ახლა ეს ყველაფერი არის ისეთი სასიამოვნო და რა ვიცი, აი ღმერთმა გადმოგხედა მე მგონი რა. ანუ ესე 20 წელი გამოტოვებული გაქვს სამზარეულოში, ხო? ფაქტიურად. გამოტოვებული კიდე რომელი აღმოჩენა კიდე საინტერესო. ხო და აი ამ საიტებზე მიგდებს ხოლმე პურის საცხობი. რა სასწაულია ხალხო ეს პურის საცხობი? საცხობი და ანუ როგორია? ანუ როგორია, ან ყველაფერს ჩაყრი, დააყენებ დროზე და აი მაგალითად რომ მოგინდეს ცხელი პური დილით 7 საათზე გექნება. ანუ ყველაფერს აკეთებს რა, ანუ ყველაფერს ურევს იქ რაღაცეებს, ანუ აფუებს, ყველაფერს აკეთებს რა და ბოლოს ხვდება ეს და რასაც ეგარი აღმოჩენა რა სამზარეულოში ძალიან ბევრი რაღაცებია, კი. ძალიან მაგარი, ვისაც არ გაქვთ იყიდეთ. კი ბატონო. და ძირითადად უფრო ონლაინ ჩართვები გაქვს ხოლმე ახლა თუდაც. ხო, ონლაინ ჩართვები თავიდან ძალიან მიჭირდა, იმიტომ რომ ეს ონლაინ ჩართვა რო იყო, თავიდან ბოლომდე ჩავიცმევდი, აი ყველაფერი როგორც იყო, აი სამსახურში როგორც ხარ, დაჯდებოდი რა. და მე მივხვდი რომ წელს ქვევით არ ჩახარ. ხო და რატომ წვალობ? რატომ? მე ვიფიქრე რომ მოდი ხა წელს ზევით ყველაფერს ჩავიცმევ, ანუ აი რაღაც მაკიაჟი, საყურე, ძივი და პიჯაკი ყველაფერს ამას ჩავიცმევ და ქვევით პიჟამო და ჩუსტები. ანუ ეს რო ვიცოდეთ, რომ ჩართვაზე თუ არის ეკა გიგაურიც ქვემოთაში. ხო და რაღაცა თან ეხა რა ასკეცი, ორი ჩუსტი მაგესმის და თუ გრძელი ჩართვა, ანუ ცოტა თბილს ვიცმევ, იმიტომ რომ შეიძლება შეექციოს. ეგ მაგარია კი. ეხლა ერთი თემა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ვერ გავიგე ეს პომპეო რო იყო ჩამოსული ეკა. თურმე ჩამოვიდა და არასამთავრობო თქვენ შეხვდა თქვენ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია შეხვდა საერთაშორისო გამჭირვება საქართველოს ეკა. პირდაპირ ლაპარაკი მიყვარს ხოლმე და ამიტომ პირდაპირ ახლა მითხარი რაზე ილაპარაკეთ, რა თქვა იმ კაცმა და რო წავიდა, როგორ წავიდა. ფაქტიურად გავაცანით მურუსიძე. ხო, ანუ ეგ იყო. ვინ არის მურუსიძე გაიგო ამან და ფაქტიურად პოპულარულია ახლა მურუსიძე პომპეომას კი იცის ვინ არის ეს ადამიანი და ნუ რო ყავს კლანი, სამართლოზე ვლაპარაკობდით. კი, თვითონ ახსენა რომ კლანი ვაქთო და ძალიან წუხარ ამის გამო, მაგრამ ნუ ეს იყო მოკლე შეხვედრა და ბევრისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს რომ აი 30 წუთში რა შეიძლება რომ გააგებინო ადამიანს, მაგრამ ეს არის ზუსტად ეს დასავლეთში როგორც მუშაობენ ადამიანები, ხომ? რომ შეიძლება იყოს 5 ადამიანი შეხვედრაზე და სწრაფად უნდა თქვა. ანუ არ გჭირდება აქეთ-იქით მიდება როგორც იტყვიან, სწრაფად უნდა თქვა რა არის შენი სათქმელი, რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით და რას სთხოვ მას.
და ეს არის როგორც ყველამ უნდა იმუშაოს, არა მხოლოდ საუბარში და შეხვედრის დროს, არამედ ზოგადად, ხო, აი გადაწყვეტილებას როგორ იღებენ, როგორ მუშაობენ, სწრაფად და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ მიდის მათი ქვეყანა ესე სწრაფად წინ და ნუ ეს ყველაფერი მოხერხდა, ჩვენი წარმომადგენელი იყო იქ და რა ვიცი, კარგად ჩატარდა, მე მგონი ეს შეხვედრა ჩვენთვის მართლაც ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც სასამართლოა. ჩვენ გქონდა სხვა დელეგაციის სხვა წევრებთანაც შეხვედრა და ნუ აქაც ვიფიქრეთ რომ თხოვეთ რომ გადმოგხედონ. დაგვეხმარონ. არ დაგვივიწყონ არასდროს. კაი ხალხი ვარ. კაი ხალხი ვარ, კეთილი ხალხი ვარ. ერთი ეს მითხარი ამერიკაში რატო გულშემატკივრობენ ხოლმე პრეზიდენტებს ქართველები ამერიკის არჩევნებში. ანუ ეგ არჩევს ამოუხსნელი რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გულშემატკივრობდა ერთმანეთს ვეჩხუბებით. ხო, ანუ ეს რაღაც წარმოუდგენელი ამბავი ხდება. აი ტრამპი მოიგებს ბაიდენი და რატო ტრამპი შენ რა იცი ბიჭო? არა, შენ რა იცი მხოლოდ არა, ხო? ანუ აქ რაღაცა დედის გინება მიდიოდა, ხო, რომ ვინ უკეთესია და ასე შემდეგ და ანუ ეს რაღაც საოცარია, ხო? ანუ ჯერჯერობით ყველაფერზე ესე ვსჯელობთ და ესეთი კამათი არის Facebook-ზე განსაკუთრებით და ამ შემთხვევაშიც მართლაც გაუგონარი რამ იყო, მაგრამ ყოველთვის ხო უნდა გვახსოვდეს რა რომ იქ არის ერთი ან ორი კაცი რომელიც მუშაობს საქართველოზე წლებია, რომელსაც უყვარს ეს ხალხი და ეს ქვეყანა და იმას არ ცვლიან. ის ვინც არ უნდა პრეზიდენტი მოვიდეს, ის იქ არის, იმიტომ რომ ის არც ნაცნობობის გამო დანიშნეს მაგ თანამდებობაზე და დიპლომიც აქვს, ჩვენებს რო არ აქვთ ხოლმე რა, ანუ ყველაფერი იქ არის რა და ეს არის ძალიან ისეთი კვალიფიციური ადამიანი, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს, იქ იმუშავებს და ჩვენთვის ყველაფერს გააკეთებს. ანუ ჩვენ გონია, საერთოდ ესე ვფიქრობ, რომ გონია, რომ აი ამერიკაში პრეზიდენტები რო იცვლებიან მთელი ადმინისტრაცია რაც არსებობს, ყველა იცვლება. ანუ ჩვენთან როგორც ხო, მიჩვეულები რო ვართ, რომ აი ახლა ხო სიტყვაზე გადადგა მინისტრი, სხვა დადგა და ვინც ყავს თანამშრომლები ყველასო საქმეებს და მე თავისები რომ მოყავს. ზღოლსაც რო ცვლიან და იმასაც რა ქვია, კარისკაცსაც რო ცვლიან და მდივანსაც რო ცვლიან, თითქოს ეხა რა ვიცი, ყავის მიტანა, ხო? კი ბატონო. ანუ ეს ყველაფერი ესე არ ხდება სხვაგან. აი, ხო, ანუ ამიტომ რო იცოდეთ, ყურად გულშემატკივრობთ, ამიტომ ერთი კაცი არის ორი ადამიანი, რომელიც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე იქ, რომელსაც შეხება აქვს უბრალოდ შეიძლება პრეზიდენტთან ახალთან. ეხლა მოდი გადავიდეთ არჩევნების თემაზე. არჩევნების თემა იყო, რომელზეც აქტიურად იყავით ჩართულები. ანუ თქვენ დასკვნა. რა დაწერეთ დასკვნაში, რა გქონდათ დასკვნაში? ყველაფერი ეწერა დასკვნაში. ყველაფერი ეწერა. ჩვენ ანუ პირველ რიგში უყურებდით რომელი პარტია საიდან იღებდა ფულს. ხო, აი დაფინანსებები იყო ხო მთავარი ამბავი. იყო და ახლა ძალიან საინტერესო სქემები ვნახეთ, ხო? ის რომ კომპანიები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, შემდეგ ამ ფულს, რასაც იღებენ ბიუჯეტიდან, სწირავენ მართლ პარტიას. მართლ პარტიას. ხო და ასევე ახლა არჩევნების დღეც, რაც ხდებოდა ყველაფერი, დათვლები, ჩაყრები, ოქმები, რაღაცა გადასწორებები, ყველაფერი მთელი ბუკეტი, ყველაფერი და დაამატეთ, რომ ესეთი არჩევნები არ ქონია. არა, ნუ ახლა ძალიან კრეატიული ადამიანები მუშაობდნენ, უნდა ითქვას ახლა, ეს ხო უნდა ვაღიაროთ, რომ აი ძალიან სერიოზული კრეატივი იყო ჩართული ამ ყველაფერში და აი ჩვენც ახლა უცებ რომ არა თავიდან რას ფიქრობ, იცით, თავიდან რომ არიზავდნენ ამას. ხო და მე ვფიქრობ რომ როგორ არიზავდნენ კაცო ჩვენბიან. ერთადერთი უნდა ითქვას რომ ადრე რო იყო ყუთს რო დაიჭერდნენ რომ გააქანებდნენ გარეთ, ნუ ერთი ყუთის გაქანება გარეთ არ იყო რა, რო იპარავდნენ ხოლმე და მიქონდათ. ეგ არ იყო, მართლა არ იყო. ეგ არ იყო, ხო. დასაფასებელია. ეგ დასაფასებელია, რა თქმა უნდა. რომ ყუთის გატაცებები მართლა არ ყოფილა ამ არჩევნებზე. მე არ დამინახავს რომ ძირგამზრალი ყუთი კი ვნახეთ, მაგრამ ეს ყუთი რომ ამოიდოს იღლია. ჩვენ ადრე ახლა ჩვენ ორგანიზაციას ახლა გამოცდილებაც აქვს ამ დაკვირვების და ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი ადრე მახსოვს რომ ჩაქრაშუქი გადაეფარა. გადაეფარა და უცბად გრძნობს რომ აიტაცეს და მიაქვთ. ეთყობა რაღაც ფიზიკურად მომზადება ვერ მოასწრეს ამ ხალხის, თორე ეგეც იქნებოდა, გაიტაცებდნენ ადამიანები. მაგრამ თქვენი ვიდეო იყო გადაღებული ადამიანი, რომელიც 10 ჯერ აგდებს ბიულეტენს. ხო?
ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, რომ ეს ერთი კაცი ესე გამოდიოდა და აგდებდა ბიულეტენს, მე ისევ სადღაცა მიდიოდა, ისევ გამოდიოდა, ისევ ჩააგდებდა და შემდეგ რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ამას უნდა გადაუღოს, იმიტომ რომ რაღაცა ცუდი ამბავი ხდება. რა თქმა უნდა, ვიჩივლეთ საოლქოში, ვიჩივლეთ სასამართლოში, ვიჩივლეთ აპელაციაში, მოკლედ არ დაგვიჯერეს და ვეუბნებით, რომ ვიდეო არის, ჩანს, ყველაფერი ჩანს და ნუ თავიდან სასამართლოზე გითხრეს, რომ რა არისო, იცი, აი ეს კაცი ახლა რომ გამოდისო, იქო აკაკუნებსო. რას ქვია აკაკუნებს? ანუ აკაკუნებსო, ამ ყუთზე აკაკუნებსო რა და კი არ აგდებს. ვეუბნებით, არ აგდებს აკაკუნებს და ვეუბნები, რომ რას აკაკუნებს, აგი რაღაცას აგდებს. ხო, მაშინ იცი რა არის, ჩვენ ახლა ვერ ვიტყვით, რომ ბიულეტენს აგდებს და ჩვენ ვთხარით, რომ ახლა სისხლის საერთო ანალიზის პასუხს არ ჩააგდებს, ხო? კარდიოგრამას არ ჩააგდებს, ხო? ანუ რაღაცა, რა ვიცი მე, იმის პიკასოს და შილეს ნახატებს არ ჩააგდებს და რაღაცას ხო აგდებს ეს ადამიანი, რა ხო და მოკლედ არაო, ეხაო მაგიო არ ჩანსო რა საგდებენო და ამიტომ არ დაგვიყვაყოფილეს. ვერ მოვიგეთ ეს საქმე, წარმოგიდგენთ. ანუ ეს ღიად რაც ჩანს, ადამიანი ესე ფურცეს, ეს დაკეცილ კონვერტში შეადებულს აგდებს ყუთში, ეს უყურებს მოსამართლე და გეუბნება რომ ეს არ არის ასე ჩემ ფიქრობ. ზუსტად ასე. რა უფრო დაღონებულება დაუბრუნდით. სასამართლოს რა განაჩენი შეიძლება გქონდეს, რა უნდა გამოიტანოს? მთლიანად უბანი უნდა გაუქმდეს. უნდა გაუქმდეს, რა თქმა უნდა. ეგ უბანი მთლიანად უნდა გაუქმდეს და ხო, და მე პასუხისმგებელი პირების, ანუ ვინც იყო ჩართული, იმ პირების პასუხისმგებლობა უნდა დააყენოს. ხა ნორმალური გამოძიება რო გქონდეს, თან იმასაც ნახავს, ვინ დაავალა, ხო, მაგრამ სად არის ამას? არა გვაქვს. ხელი გაქვს ჩაქნეულია რაღაც. რაღაცა ძალიან ხელი გაქვს. კიდე იყო რამე შემთხვევა? მაგალითად ერთი ქალი მოვიდა და ქონდა მარკირება ორივე ხელზე. ხო და ვეუბნებით რომ მარკირება გადამეცეს ეს ეთქობა სხვაგანაც იყო არაო ეგო ასპინძაში მიწაზე ნამუშევარი ქალი არისო ასპინძელი ქალი არისო და მაგიტო აქვს ორივე ხელზე მარკირებაო შუაში ვეუბნები რა რაზე მუშაობდა ასეც რომ ხო აი არ ვიცი ანუ ასპინძაში რაღაცა მიწა არის ხვანაირი თუ ვერ გავიგე ფოსფორის შემცველი მიწა არის თუ რაზე მუშაობდა და ნუ რაღაც დავწერეთ ეს საჩივარიც მაგრამ აფერი არ გამოგვივიდა არც თუ რამდენი საჩივარი დაწერეთ ჩვენ ქონდა დაახლოებით 140 სხვადასხვა ტიპის და ნუ უბნებთან დაკავშირებით 62 გადათვლა და ანუ რა როგორ იყო თქვენ სიტყვაზე რომელ უბნებზეც იყავით იქ სხვა არასამთავრობო იმ უბნებზე არ ყოფილა გადანაწილებულები იყავით არა იქნებოდნენ შეიძლება ყოფილიყვნენ კიდევაც ეხლა ჩვენ არ კოორდინირდებით იმიტომ რომ საბოლოოდ მე ერთმანეთის ანგარიშებიც დავადაროთ და აღმოჩნდა რომ მიუხედავად იმისა რომ კოორდინირებულები არ ვიყავით მაინც იგივეებს ვამბობდით ყველანი ერთად ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ხო ანუ ყველგან ესე მასი ეგ იყო ტენდენცია და მასიური იყო ხო მაგრამ აი ხლა ეს მითხარი აი რა გვეშველება რა ვიცი რა გითხრა არ ვიცი მე ნუ გამისვამდი არა რა არის იცი ანუ იცი რა ძალიან ხშირად ადამიანები მეკითხებიან ქუჩაში მაღაზიაში რა ვიცი აი მეკითხებიან რომ რა გვეშველება და მე ვეუბნები რომ როგორ არ გვეშველება აი ხლა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ ეს გავაკეთოთ ის გავაკეთოთ და იცი რა არის, აი ეხა რაღაცა ისევ არ რა. შეიძლება აი თვითონ ამ იზოლაციების და კოვიდების ბრალი არის, მაგრამ პირდაპირ ვეუბნები არაფერი. და ესენი როგორ აქამდე რომ მიცნობე რომ ეს ძალიან აბა რა ვქნა თუ ქალბატონო ეკავდა. რა ვიცი ვეუბნები აი ვიბრძოლოთ მაგრამ აი რა ვიცი აგრეთვე იცავთ ხოლმე ადამიანებს სასამართლოში თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ-ერთი იყო შეშის მოპარვებზე მე მგონი ხო ლექსო მაჭავარიანის ადვოკატები თქვენი არასამთავრობოდან იყვნენ კი ხო ნუ ძალიან სასაცილო ეს სასამართლოს პროცესები და ნუ ახლა ჩანს რანაირი სასამართლო ყავს ხო და ლექსოზე იყო რომ ვეუბნებით ახლა რომ ანუ შეშა რატო აუკრძალე რომ შეეტანა? ანუ რატო აუკრძალე პოლიციელს სასამართლო პროცესზე პოლიციელი აძლევს ჩვენებას და ის ამბობს რა არისო, იცი თუ აი ადრეო რაღაცა აქციების დროსო ვიღაცამო შეშა ისროლაო. და ჩვენ ვეუბნებით რომ კაცო ეს შეშა კი ისროლა, მაგრამ ადრე აქციებიც გვახსოვს, როცა ბოთლები ესროლეს პრემიერ-მინისტრს, ხო და ანუ ეს რას ნიშნავს, რომ წყალი აღარ უნდა შეატანინოთ აქციაზე ხალხსო და გამოიხედა ამან და
რა არის ჩვენ ვიფიქრებ მაგაზეო და მე ჩვენ ვთქვათ კაცო ვიღაცამ ფეხსაცმელი რო ისროლოს ანუ ფეხში შველა უნდა მიიყვანო ხალხი ხო და იცი რა არისო მაგაზეც ვიფიქრებ და ანუ რა ვიცი ხა მომავალში მე მგონი ფეხში შველება უნდა მიარო ყველანაირად და მაგარი ლოგიკა შიშველი დადიხარ კამარიც არა გაქვს კამარი აღა ყველაფერს რაც შეიძლება რომ ისროლო მოკლედ ისე მიდიხარ აქციაზე ისე მიდიხარ აქციაზე ზოგადად აი არასამთავრობო ორგანიზაციებში ხო ნუ აი ხევსურები აი ხევსური ხარ ხო ხევსურები აი ძალიან იშვიათი შემთხვევაა ხო არასამთავრობო ორგანიზაციაში აი თის ხალხი გადგება ეს შენი რა ქვია წარმომავლობა ძალიან რაღაცა ძალიან ცოტა რაღაცა ისიც მეშინია ანუ აი შეიძლება უბრალოდ ჩემი ახლობლები რომ ცუდად იყო ხო მაგის შეიძლება შემეშინდეს დანარჩენი არაფერს არ მეშინია ფაქტიურად და რაღაცაზე აი განსაკუთრებით უსამართლობაზე ისე უბრაზდები ხოლმე რომ აი თვალებიდან ნაპერწკლები მომდის აი რაღაცა გავგიჟდები ხოლმე რა აიარო ხანჯლი ხო მაგაში ძალიან მეხმარება მაგრამ ისედაც მთის ხალხი საერთოდ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან მიუხედავად იმისა ვიცნობ თუ არა ერთმანეთს და ნუ ყველა ბიძაშვილები ვართ ყველანი ბიძაშვილები ვართ და აი ყველა ერთმანეთს ვეძახებთ ეს ჩემი ბიძაშვილია რომ თიდან არის ხარ გიგაური შეიძლება რამდენი ბევრი გიგაური შეიძლება იყოს მაგრამ ყველა გიგაური არის ჩემი ბიძაშვილი ხო და ანუ ესე ხო და ამიტომ თან ვამაყობთ ერთმანეთით და მგონია რომ რაღაც ისეთი მართლაც განსაკუთრებული ხალხი ვართ და მე ხა მქონია შემთხვევა, როდესაც ხა საზღვარზე რომ მუშაობდი, მაშინ მოსულან ჩემთან ქალბატონი იყო ბავშვთან ერთად მახსოვს და შემოვიდა ჩემთან ოთახში და დაასხნენ და ვეუბნები რომ რა რით შემიძლია რომ დაგეხმარო და მეც გიგაური ვარო შენი ბიძაშვილი ვარო რა და ესეც გიგაური არისო და ეხლა მოვედითო რომ დაგინახოთ და გიყუროთო რას ნიშნავს აი ესე მიყურებდნენ რაღაცა და კარგი მე ვთხარი და დავჯექი ხო და კარგი და ცოტა ხანში ხო და წავალთ ახლა ჩვენო და წავიდე ბიძაშვილი ნახეს ხო ბიძაშვილი ანუ არ აქვს მნიშვნელობა ანუ რომელი შტოა რომელი ის არის ყველა არის ბიძაშვილი კაია რა ვინმე ხარ ეკას ბიძაშვილია კაი ესე იგი შენი მთავარი ამბავი ეკა რაზეც ანუ ძირთად უფრო აქცენტები გაქვთ ხოლმე ეს არის კორუფციული თემები რეალურად სამსახური სულ გაქვთ კი რაღაც ძალიან ზღოდან ესენი გააქტიურდნენ ძალიან და ეხა კიდე იცი რა არის ანუ აი ნებისმიერს განსაკუთრებით რეგიონში აი ვინც არიან მაღალჩინოსნები ვინც არ უნდა შეისწავლო ყველას ოჯახის წევრს აქვს კომპანია და ყველა ჭამს ბიუჯეტს ყველა იღებს აი შეუძლიათ იყიდოთ რა ვიცი შუ და ტარტალეტკა იყიდოს ბიუჯეტის ფულით ცოლის კომპანიისგან ოღონდ ამას არ მალავს რასაც ვაკეთებთ არის ის რომ ხო დავწერთ ხოლმე და ნუ ეს მედიებიც ხო აი გაავრცელებენ ამას და ამბობენ და რომ მიადგებიან ხოლმე იმ აღალჩინოსანს ის სიტყვის რომ ეგენი ნაციონალები არიან და ანუ ეგ არის მთელი პასუხი მათი ხო ანუ მე გაწოგადებადო მაგრამ რა ხდება შეხედეთ ეხა აქ და რაღაც 100 მილიონი მაგალითად აი 3 წლის განმავლობაში 100 მილიონი მიიღო იმის კომპანიამ რა წარმოიდგინეთ რამხელა ფულია რავი ერთადერთი ვინც შეიძლება შეგებრძოლოს ეს იქნება ტროლები შეგებრძოლებიან ალბათ გეყოლება ხო შენც ბევრი ტროლის კი ანუ მან ორი ვარიანტია ერთი არის მაგალითად რაღაცას რო გამოვაქვეყნებთ რა განცხადებს ან მე რო დავწერ რაღაცას Facebook-ზე და აი ესე დაგესევიან და ნუ აი რაღაც ცუდ სიტყვებს გეძახიან რაღაცა ის აი შენაციონალო ამასაც ეს არის ყველაზე ლაითი რა ანუ აი ყველაზე ისეთი არის მართლაც დედის გინება რა ხო და ნუ აი რაღაცა სერიოზული ამბავი და მე რო შედიხარ იქ ნუ აი ყველა არის ფაქტიურად ფეიკი რა და ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან ის ადამიანები რომლებიც ჩემი პოსტის ან ორგანიზაციის პოსტის ქვეშ დაცვას ცდილობენ ჩვენსაც იმიტომ რომ იმათაც ხო ხდებათ ანუ იმათ იცოდა შენც ნაციონალი ხარო ეუნებია რა შენც ესეთი ხარო და მოკლედ ეგ ამბავია მეორე ვარიანტი არის
ავრცელებენ ხოლმე რაღაცას, რაც არ მithქვამს. ხო. აი მაგალითად ამის წინ გაავრცელეს, რომ თითქოს მე ვთქვი, რომ პენსიონერებმა პენსია არ უნდა მიიღონ და შიმშილით უნდა დაიხოცონ. რატო უნდა მეთქვა ეხლა მე? რატო უნდა მეთქვა? აი რა ვიცი ეხლა რატო რას ვერჩია ადამიანებს? სერიოზულად დაასპონსორეს თან და იქ იყო სხვადასხვა ჯგუფებში მოკლედ გავილანცხე და სხვათა შორის ძალიან უცნაურია, მაგრამ ვიღაცა ადამიანები იჯერებენ ამას და მე პირადში მწერდნენ, რომ ქალბატონო ეკა ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ რატო თქვი ეგო და რა ვიცი აი. ხო, რას ერთში ჩვენ პენსია. არ არის, იცი თქვენ შემოაგდებენ ინფორმაციას და მიდი და იმართლე თავი ახლა ეგ ამბავი. ესე იგი ბოლოსკენ მინდა მოდი ისაც თქვი შუაში უფრო სხვანაირად დავამთავროთ გადაცემა. აი გვეშველება რამე ეკა. გვეშველება რა ვიცი, აბა რა იქნება. რაღაცა გვეშველება, შენს გეშველება. ყველას გვეშველება, მაგრამ არ მოვიწყინოთ მაინც და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მადლობ თქვენ. ღიარულად დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა. ქალბატონი ეკა გიგაური იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.